მალე საქართველოში შესაძლოა გენმოდიფიცირებული პროდუქტის თესლის შემოტანა აიკრძალოს. კანონპროექტს მესამე მოსმენით პარლამენტი განიხილავს. დამტკიცების შემთხვევაში აკრძალვა 2015 წლის 1 იანვრიდან გავრცელდება. კანონდამღები მეწარმეები კი 500 ან 500-ზე მეტი ლარით დაჯერიმდებიან. პროექტის ავტორები ხელოვნურად გამოყვანილი თესლის აკრძალვის მოტივად ქვეყანაში ადგილობრივი ორგანული პროდუქციის რეალიზაციაზე ხელშეწყობას ასახელებენ. რასაც აჭარაში აგრონომებიც ეთანხმებიან. რას ამბობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში და როგორია მეცნიერების პოზიცია გენმოდიფიცირებული პროდუქტი და საფრთხეები. ნახეთ რეპორტაჟი. გენმოდიფიცირებულ საკვებ პროდუქტებს გენური ინჟინერიის შედეგად ღებულობენ. გენური ინჟინერია გულისხმობს უჯრედულ დონეზე ხელოვნური მანიპულაციის შედეგად საჭირო გენის ერთი სახეობის ორგანიზმიდან სხვა ორგანიზმში გადატანას. მეცნიერი ალეკო კალანდია გენმოდიფიცირებულ პროდუქტს პომიდორის მაგალითზე ხსნის. სცენარეები რაღაც პერიოდის მერე გარემოს ვეღარ ეგუებიან, გარკვეული დაავადებების მიმართ აღარ არიან მედეგები, გარკვეული პრობლემები აქვს ტემპერატურასთან მიმართებაში, ყინვაგამძლეობასთან მიმართებაში, გვალვაგამძლეობასთან მიმართებაში. ამიტომაც იღებენ და ძალიან ხშირად არა სხვა მცენარის, არამედ სხვა ცოცხალი ორგანიზმის გენის გადმოტანა ხდება. მაგალითისათვის ასეთი მაგალითი განიხილება ძალიან ხშირად პომიდორში გადმოტანილი არის თეთრი დათვის გენი. გასაგებია თეთრი დათვი ერთ-ერთი ცხოველთაგანი არის, რომელიც ძალიან ადვილად უძლებს დაბალ ტემპერატურას. შესაბამისად პომიდორი არაგამძლე არის დაბალი ტემპერატურის მიმართ. სპეციალისტების ინფორმაციით, საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქტის შემოტანა 1996 წლიდან დაიწყო. მსგავსი საკვების ხშირი მოხმარება ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მოშლას, კუჭნაწლავის სისტემის დაავადებებსა და სხვა პათოლოგიებს იწვევს. თუმცა მეცნიერის შეფასებით უარყოფით თვისებებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. არავინ არ იცის დღეს ცალსახად საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ადამიანები, რომლებიც დაამტკიცებს, რომ გენმოდიფიცირებული არ ვარგა, ან გენმოდიფიცირებული არა კარგია. გენმოდიფიცირებულს იმაქვს, რომ ის აქვს უარყოფითი მხარეები, რომ როგორც მეცნიერები ამბობენ, თუმცა საბოლოოდ ეს საკითხი ბოლომდე გარკვეული არ არის, მაგრამ მაინც ადამიანის ორგანიზმში რაღაც ცვლილებებს იწვევს. იმიტომ გენის დონეზე, ქრომოსომის დონეზე მიდის ჩარევა. გენმოდიფიცირებული თესლის შემოტანის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი უკვე განიხილავს. გენმოდიფიცირებული პროდუქციის სარგავს სათესი მასალის შემოტანა უნდა ეკრძალოს, იმიტომ რომ ბუნებრივად ჩვენთან ისეთ კლიმატურ პირობებში ვიმყოფებით და ჩვენ სელექციონერების მიერ ისეთი ტრადიციული აბორიგენალური ჯიშებია გავრცელებული, რომ იმას რაიმე ადამიანის ჩარევა გარდა ჯვარედური შეჯვარებისა და დავუშვათ ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებისა უჯრედების დონეზე ჩარევა ნახდად არ სჭირდება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ რეგიონში გენმოდიფიცირებულ თესლს ფერმერები არ იყენებენ. თქვენ იცით, რომ მიმდინარე წლიდან დაიწყო ამ საკითხზე აქტიური მუშაობა, როგორც პარლამენტი, ასევე სოფლის მეურნეობის აკადემია, სამინისტრო რა თქმა უნდა, ერთობლივად მუშაობთ ამ მიმართულებით. მინდა მოსახლეობა დავაიმედო და უთხრა, რომ ჩვენთან ქვეყანაში არ იქნება არც გენმოდიფიცირებული თესლი და არც შესაბამისად პროდუქცია. 2004 წლიდან ევროპის ქვეყნებში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს სპეციალური ეტიკეტი მიენიჭა, რის შედეგადაც მოსახლეობას ეძლევა საშუალება თავად გააკეთოს არჩევანი გენმოდიფიცირებულ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს შორის. ასეთი კანონი საქართველოში წელს მიიღეს. კანონდამღებების დაჯარიმებას სურსათის ინსპექტორები 1 აგვისტოდან გეგმავენ.